მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს. თქვენ არასოდეს გექნებათ მეორე შანსი, რომ მოახდინოთ პირველი შთაბეჭდილება. ციტატის ავტორია მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები ირლანდიელი დრამატურგი ჯორჯ ბერნარდ შოუ. სანამ თავარ სათქმელზე გადავალ, ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა იანთაძის ონლაინ დღიური და ამით არხის განვითარებაში დამეხმაროთ. დღევანდელი ციტატა ჩემში ბევრ კითხვას და მოგონებას აღძრავს და თან სურვილს მიჩენს, რომ ამ ფაზას ორი განსხვავებული კუთხით შევხედოთ თქვენთან ერთად. თითოეულ ჩვენგანს, რა თქმა უნდა, ცხოვრება გვაძლევს მილიონ შესაძლებლობას, რომ ადამიანებზე მოვახდინოთ პირველი შთაბეჭდილება, მაგრამ მათგან უდიდესი უმრავლესობა ჩემი არ იყოს, ალბათ თქვენც არ გახსოვთ, მაგრამ არის მომენტები, რომლებიც ზოგჯერ სამუდამოდ გვამახსოვრდება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ პირველი შთაბეჭდილება, როგორც მოვლენა, ორ ფაზად იყოფა. პირველი ფაზა 7 წამს გრძელდება, ხოლო მეორე ფაზა აი ამ პირველი მომენტის ხანგრძლივი ინერციაა. პირველ 7 წამში თურმე კვეცნობიერი წყვეტს ადამიანი მეგობარია თუ მტერი, მცოდნეა თუ უმეცარი, საინტერესოა თუ მოსაწყენია და მიჭირს პირადად მე რომ ამ მტკიცებას დავეთანხმო, იმიტომ რომ ჩემი კვეცნობიერი თუ არაცნობიერი რას წყვეთ 7 წამის განმავლობაში ეს მე არ ვიცი, მაგრამ ეს კი ვიცი რომ ცნობიერად არც 7 წამში და არც 7 წუთში ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ადამიანებთან დაკავშირებით არასდროს არ გამომიტანე და ესეთი დასკვნები არ გამიკეთებია. ალბათ ჯობია რომ ეს საკითხი მაინც მეცნიერებს მივანდოთ. პირველი შთაბეჭდილების მეორე ფაზა, როგორც უკვე გითხარით, ინერცია და ეს უფრო ადვილი არის სასაუბროდ. თურმე პირველი შთაბეჭდილება ქმნის ერთგვარ ფილტრს. თუ ადამიანმა პირველივე შეხვედრისას ჩვენზე დატოვა დადებითი შთაბეჭდილება, მის შემდგომ შეცდომებს ჩვენი ტვინი ხშირად ამართლებს და თუ უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა, მაშინ მის წარმატებასაც შემდგომ მაინც სულ ეჭვით ვუყურებთ. არც ამ მხრივ მახსენდება რაიმე მნიშვნელოვანი გამოცდილება. საინტერესოა მომწერეთ, თქვენ თუ ეთანხმებით, რომ პირველი შთაბეჭდილება ქმნის ერთგვარ ფილტრს, რომელშიც გაივლის შემდეგ მთელი თქვენი ურთიერთობა რომელიმე კონკრეტულ ადამიანთან. აი თუ გაქვთ, თუ გახსენდებათ ესეთი გამოცდილება. შეიძლება ჩემი პრობლემა ის არის, რომ პირველ შთაბეჭდილებას არც იმ კონტექსტში ვანიჭებ მნიშვნელობას მე ვის რა შთაბეჭდილება მოახდინე და არც იმ კონტექსტში ჩემზე ვინ რა შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა ჩემ ცხოვრება ისე აეწყო, რომ სკოლის მასწავლებელიც ვიყავი, სხვადასხვა უნივერსიტეტშიც ვასწავლიდი სტუდენტებს, ზოგჯერ დონორებს პირისპირ ხვდებოდი და ჩვენი პროექტების შესახებ მათ პირადად ვუხსნიდი შინაარსსაც, მნიშვნელობასაც, სადისერტაციო საბჭოს წინაშეც მდგარ ვარ, როცა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს ვიცავდი და თითქმის 8 წლის განმავლობაში ინტერვიუერი ვიყავი. ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ბევრი ადამიანი პირადად გავიცანი, მაგრამ არ მახსოვს შემთხვევა, რომ ჩემი ცხოვრების აი ამ მნიშვნელოვან მომენტებში პირველ შთაბეჭდილებაზე ოდესმე მეფიქრა. მაგრამ ერთი ამბავი კი მკაფიოდ ჩამრჩა გონებაში და გიამბობთ. როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა, მაშინვე გავხდი მეორე კლასელი ბავშვების დამრიგებელი და მალე მშობელთა კრება მოვიწვიე. ცხადია, კარგად ვაცნობიერებდი, რომ უნდა შევხვედროდი ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი 7 წლის შვილი მე მომანდეს. მშობელთა კრების წინა დღეს ოპერის თეატრში თუ არ ვცდები დონ ჟუანს ვესწრებოდი, ეს კი კარგად მახსოვს, რომ სცენაზე პატა ბურჭულაძე იდგა, რომელსაც ასე ცოცხლად პირველად ვუსმენდი და მთელი სპექტაკლის განმავლობაში ჩემს გონებაში ტრიალებდა ტექსტი, რომელიც მეორე დღეს მშობლებისთვის უნდა მეთქვა და თან ეს ტექსტი ტრიალებდა რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტად. და უფრო მეტიც ტექსტის გარეშე რაღაცა დეტალებიც მუშავდებოდა ჩემს გონებაში, ისეთი, რომელიც მაშინ მნიშვნელოვნად მიმაჩნდა.
მთელი საოპერო წარმოდგენა იყო ფონი, რომელიც მეხმარებოდა, რომ მშობელთა კრებისთვის მოუმზადებულიყავი და თავი მყარად მეგრძნო მშობლების წინაშე. იმ კრებამ როგორ ჩაიარა წარმოდგენა არა მაქვს, საერთოდ არაფერი არ მახსოვს იმ კრების შესახებ, მაგრამ ეს კი ზუსტად ვიცი, რომ ამ ადამიანების შვილებთან გავატარე 10 წელიწადი და არასდროს ეჭვი არ შემიტანია მათ ჩემ მიმართ ნდობაში. და ეს ურთიერთობა შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად დღემდე ასე გრძელდება. არ ვიცი ჩემმა გონებამ რატომ გამოარჩია ეს შემთხვევა, მაინდამაინც ეს პირველი შთაბეჭდილება რატო იყო ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი, რომ გულ ვემზადებოდი. მაგრამ ეხლა რომ ვფიქრობ, ალბათ პირველად ვიღებდი პასუხისმგებლობას უცხო ადამიანების წინაშე და მინდოდა რომ მათთვის დამაჯერებლად ამეხსნა და მინდოდა რომ შვიდად ყოფილიყვნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ამიერიდან მათი შვილების ცხოვრება ჩემი ცხოვრების ნაწილი ხდებოდა და ასეც მოხდა, რასაკვირველია. როგორც თქვი, პირველი შთაბეჭდილება ორმხრივია. არის მომენტი, როცა შენ ახდენს სხვაზე შთაბეჭდილებას და არის მომენტი, როცა სხვა ახდენს შენზე შთაბეჭდილებას და ეხლა აი მეორე შემთხვევას გიამბობთ, რომელიც მარტო მე არ მეხება. 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თავისი ეს ცნობილი წერილები გამოაქვეყნა და ნაციონალურ მოძრაობას საჯაროდ დაუპირისპირდა, მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც მას შევხვდი და მისგან ვრცელი ინტერვიუ ავიღე. და მე როგორც გაირკვა, შემარჩიეს როგორც ადამიანი, რომელიც ვიყავი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი და ფაქტობრივად ამიტომ მომანდეს მე ბიძინა ივანიშვილის პირველი წარდგენა საქართველოს მოსახლეობის წინაშე. ჩემი პირველი შთაბეჭდილება მახსოვს მთლიანობაში. იმას გულისხმობ, რომ პირველ 7 წამში ჩემმა არაცნობიერმა რა გადაწყვიტა, ეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე საათის საუბრით მიღებული შთაბეჭდილება კი ისეთი იყო, რომ ხელისუფლება ამ ადამიანს და მის გუნდს თუ ჩაბარდებოდა, ეს იმას ნიშნავდა ჩემთვის, რომ ქვეყანა სულს მოითქვამდა. ეს ინტერვიუ ახლა არავის აღარ აინტერესებს და პირველ რიგში მე არ მაინტერესებს, იმიტომ რომ არჩევნების მოგების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ძალიან შეიცვალა, ზოგისთვის ეს მოხდა სწრაფად, ზოგს ამის გასაცნობიერებლად მეტი დრო დაჭირდა. ისეთ ადამიანებსაც ვიცნობ, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის თავიდანვე გასაგები იყო, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ჩემთან ინტერვიუში რომ ადამიანი ჩანდა, ის ადამიანი მხოლოდ აქა-იქა ჩენდა კითხვებს და ისიც დემოკრატიასთან დაკავშირებით. აი მაგალითად ამგვარს, რომ რამდენად სწორად ესმის დემოკრატია. ახლა ამ თემაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ეს ინტერვიუ არსებობს და იქ ძალიან კარგად ჩანს, სად მიჩნდება მე ეს კითხვები, რომ აი რამდენად კარგად და სწორად ესმის მას დემოკრატია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება სწორედ ამის გამოც ის ამბობდა, რომ ამ საკითხს მარტო პოლიტიკოსები ვერ გადავწყვეტ. ეს საკითხი ხალხთან ერთად უნდა გადავწყვეტოთ, ეს ხალხს უნდა შეუთანხმოთ და ასე შემდეგ. მაგრამ საქართველოს სიყვარულთან და ქვეყნის ზრუნვასთან დაკავშირებით ნამდვილად არც ერთი კითხვა არ გამჩენია. არც სხეულის ენა, არც საუბრის ტემბრი, არც შინაარსი არ ტოვებდა ჩემზე იმ შთაბეჭდილებას, რომ შეიძლებოდა იქამდე მივსულიყავით, სადაც დღეს ვართ. არაფრით არ მოასწავებდა ჩვენი შეხვედრის შინაარსი და ფორმა იმას, რაც შემდეგ მოხდა. მაგრამ სამწუხაროდ ჩემი პირველი შთაბეჭდილება აბსოლუტურად მცდარი აღმოჩნდა. ახლა გრადაციებს გამოვტოვებ და პირდაპირ იმას ვიტყვი, რომ 2024 წელს 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლამ მე ნამდვილად თავზარი დამცა. იმიტომ რომ ის ფრაზები, რაც პირადად მისგან მოვისმინე, ეს გლობალური ომის პარტია და უცხო ქვეყნის აგენტები და ასე შემდეგ, ხო, რა იყო კიდე მეორე ფრონტის გახსნა, ეს ძალიან მძიმე ფრაზები იყო. აღარ მიტოვებდა იმედის ნატამალსაც კი, რომ ეს ადამიანი ოდესმე აი თავის თავდაპირველ როლში დაბრუნდებოდა და თუნდაც ჩემი პირველი შთაბეჭდილება
ყოფილიყო ივანიშვილის მიერ ჩატარებული ტრიუკი, იმას მაინც ვერ ვიფიქრებდი, რომ გავიდოდა დრო და აი ამ ტრიუკით შექმნილ იმიჯს თვითონვე პირწმინდა დამოაყირავებდა. ყველაზე მეტად ალბათ იმაში შევცდი, რომ სხვის მოლოდინზე მორგებული ადამიანის შთაბეჭდილება ჩემზე ნამდვილად არ დატოვა და ჩემთვის ეს იმას ნიშნავდა, რომ მას ვხედავდი თავისი ბუნებრივი სახით, ბუნებრივი ხარვეზებით და ბუნებრივი შინაარსით და ნამდვილად არ უცდია მაშინ ამ ხარვეზების დამალვა, მიშქმალვა და ალბათ ამითაც მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება. და მესმის, რომ პირველი შთაბეჭდილებას და ყველა შემდეგი შთაბეჭდილებაც კონტექსტურია და იმ კონტექსტს მაშინ მეც ვენდე და ჩემს გარდა კიდევ უამრავი ადამიანი ენდო, პოლიტიკოსებიც და მოსახლეობაც. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ივანიშვილთან დაკავშირებული პირველი შთაბეჭდილებით მე ჩემს თავში მოვახდინე ილუზიის გამყარება და გეტყვით რას გულისხმობ, ამ ადამიანზე შევიქმენი ზოგადი წარმოდგენა ფრაგმენტით და არ გავითვალისწინე, რომ ეს ჩემი შთაბეჭდილება უნდა ჩამეკეტა გარკვეულ დროში. სხვათა შორის მეცნიერებიც ამბობენ, რომ როცა პირველ შთაბეჭდილებას ადამიანი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამითი რეალობის შემეცნებისთვის სივრცეს კეტავს და ავიწროებს. და თუ ვინმე მკითხავს, რომ 29 აპრილის გამოსვლაცო მორიგი როლი და ტრუკი ხომ არ იყო, მე ამაზე პასუხი არ მაქვს. არ ვიცი, ამ ადამიანს არაფერი ამ ხრივ აღარ ვიცი, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ როლია თუ ბუნებრივი მდგომარეობა, ის რაც დღეს გვაქვს, არის ძალიან საშიში ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ამ თემაზე საუბარი იმიტომ დავიწყე, რომ რასაც გიამბობ და არც მარტო მე არ მეხება და არც მარტო ბიძინა ივანიშვილს არ ეხება. ისიც მშვენივრად მახსოვს მიხეილ სააკაშვილი რომ გავიცანი, როგორი კაშკაშა პირველი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მაგრამ წლები გავიდა და მისალმებაც აღარ მეხალისებოდა. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდით ყველა ერთად. ერთი სიტყვით ამ ციტატამ დამაფიქრა, რომ პირადად მე უნდა ვისწავლო, როგორ შევზღუდო ჩემი პირველი შთაბეჭდილება დროშიც, სივრცეშიც, ხარისხშიც, ისე რომ ზუსტად დავტოვო ადგილი შემდეგი შემეცნებისთვის. იმისთვის, რომ გავადრო და ეს ადამიანი შეიძლება სულ სხვანაირად აღვიქვა. აი ამისთვის უნდა დავტოვო დიდი სივრცე პირველი შთაბეჭდილების შემდეგ. ჯორჯ ბერნარდ შოუს ეს ციტატა, რომ თქვენ არასოდეს გეკნებათ მეორე შანსი, რომ მოახდინოთ პირველი შთაბეჭდილება, პირადად ჩემთან დაკავშირებით ისევ არ მანაღვლებს არანაირად, მაგრამ ეხლა მინდა რომ თქვენ შემოგიყვანოთ მსჯელობაში, არც მეორე ადამიანს არ უნდა მივცეთ შანსი, რომ პირველი შთაბეჭდილებით გაგვაბროს და ფაქტობრივად აი ამ ციტატის მსხვერპლად გვაქციოს. განსაკუთრებით ისეთ ადამიანს არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენი და ჩვენი სამშობლოს ბედს განკარგავს. იმედი მაქვს და უпростоრად იმედი მაქვს კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მოგვეცემა შესაძლებლობა ყურადღებით დავაკვირდეთ ახალი პოლიტიკოსებისგან მიღებულ პირველ შთაბეჭდილებას და ძველი შეცდომები აღარ გავიმეოროთ. ამას რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩემ თავს ვეუბნები. დღეს ამით დავასრულებ შოუს ციტატის კომენტარს და ხვალამდე გემშვიდობებით. გადაცემის ბოლოს ტრადიციულად კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხით ციტატა იანთაძის ონლაინ დღიური. და რა თქმა უნდა ტრადიციულად კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად